გიფიქრიათ, რომ როცა ცოტა მეტი ფული მექნება, ამოვისუნთქებ, მინდა უკეთესი ცხოვრება, უფრო ბედნიერი ვიყო. და მართლაც მეც შოულობ, ბევრს შრომობ, ყოფით საჭიროებებს უზრუნველყოფ ოჯახისთვის. კარგ შემთხვევაში ბინასაც ყიდულობ, შეიძლება მანქანაც ყავს, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში სინამდვილე და სევდაც იზრდება. იმიტომ რომ გიჟურად გაფრინდა დრო და რისთვისაც გინდოდა ეს ფული ყველაზე მეტად იმას დააკელი. თითქოს ბევრს მიაღწია. გარედან შეიძლება ზოგს შურს შენი ცხოვრების, ბევრისთვის პირიქით სტიმული და მაგალითი ხარ. როგორ გადავიხადო ეს, როგორ დავაფინანსო ის, სამსახურის სტრესისგან, ორშაბათის დილებით, საკრედიტო გადასახადები და საბოლოო წლებმა გაირბინა და ხვდები რომ ძალიან დაიღალე. თითქოს მარათონში ხარ მუდმივად ჩართული. აი ცოტაც და რაღაცას შევცვლი და ეს ფინიშის ხაზი სულ წინ და წინ იწევს. სიტუაციები მრავალფეროვანია, შედეგი კი საკმაოდ გავრცელებული. ხო და ახლა უყურებ შენს ანგარიშს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 5-ჯერ მეტი გაქვს შემოსავალი თვის ბოლოს, ისევ 5 ვარიანტს ეძებ ჩანთაში, რომ ხელფასის დღემდე მიაღწიო. თუ ეს სურათი ცოტა მაინც გეცნობა, ეს ვიდეო შენთვისაა. მე ვარ ნანა მიქაშავითე, ბიზნეს კონსულტანტი, 20 წლიანი გამოცდილებით საბანკო და ფინანსურ სექტორში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად წარმოგიდგენთ ვიდეო სერიებს, რომელიც მიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მდგრადი ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაგეხმარებათ. გზა რეცეპტებს ვერ შეგპირდებით, მაგრამ ეტაპობრივად სიცხადეს შევიტანთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და გამოვიდეთ ამ მარათონიდან, სადაც ფინიშის ხაზი სულ გშორდება. რაზეა ეს ვიდეო სერია? პირველ ვიდეოში ვისაუბრებთ იმ მითებზე და გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ წარმოდგენებზე, რაც შესაძლოა ხელს გვიშლიდეს ფინანსურ წარმატებაში. ფინანსური წარმატების სტრატეგიები მრავალფეროვანი და ბევრნაირი შეიძლება იყოს. თუმცა პირადი ექსპერტების უმეტესობა აღიარებს, რომ ყველაფერი იწყება სიცხადით კითხვაზე რა მინდა და რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. მეორე ვიდეოში სწორედ ამ ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ სინამდვილეში არც თუ მარტივ კითხვაზე ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ფინანსები უფრო მეტად პირადზეა დამოკიდებული ვიდრე ფინანსებზე, ფულთან და სიმდიდრესთან დაკავშირებით ძალიან სასარგებლოა საბაზისო სწორი აღქმა გქონდეს. როგორ მუშაობს ფული და როგორ შეიძლება დავაგროვოთ სიმდიდრე. ამაზე ვისაუბრებთ მესამე ვიდეოში. თუ გიფიქრიათ, რომ ყველაფერი ვიცი, რას უნდა ვაკეთებდე, მაგრამ თითქოს ნებისყოფა ან დისციპლინა არ ყოფნით, რომ მაგალითად ფული შეინახოთ ან სწორად დახარჯოთ, შეიძლება საინტერესო იყოს გაიგოთ, რომ გამოსავალი უფრო სწორ სისტემაშია, ვიდრე ხასიათში ან სიზარმაცეში. როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და როგორ გამოვიყენოთ ეს თავისებურებები ჯანსაღი ფინანსური ჩვევების შესაქმნელად, ამაზე ვისაუბრებთ მეოთხე ვიდეოში. რაზეა დამოკიდებული ჩვენი ფინანსური წარმატება? ბოლო 30 წლის კვლევები გვაჩვენებს, რომ ჩვენი ფინანსური გადაწყვეტილებები, რას ვყიდულობთ, რას ვზოგავთ, სად ვმუშაობთ, რას ვგრძნობთ ფულთან დაკავშირებით, დამოკიდებულია არა მხოლოდ ფაქტებზე, არამედ ისტორიებზე, რომლებსაც ვუყვებით საკუთარ თავს. ეს ისტორიები იწყება ბავშვობაში. როცა პირველად გვესმის, როგორ საუბრობენ ფულზე მშობლები, როცა ვხედავთ, როგორ ექცევიან მდიდარ თუ ღარიბ ადამიანებს, როცა ვადარებთ, რა აქვს მეზობელს და რა ჩვენ. როცა გვესმის, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, ფული ეშმაკისაა, ფული ფულთან მიდის, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს. ეს ფრაზები ხდება ჩვენი ცხოვრების უხილავი სცენარები, რომლებიც აკონტროლებენ, როგორ ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და რას ვაკეთებთ ფულთან დაკავშირებით. მორგან ჰუსელი წიგნში ფულის ფსიქოლოგია აჩვენებს, რომ ფინანსური წარმატება ერთგვარი რბილი უნარია, რომელსაც ჩვენი პიროვნული თვისებები, რწმენა წარმოდგენები და ჩვევები ქმნის ერთად. სწორედ რადგან რწმენა წარმოდგენებს ასეთი დიდი წვლილი აქვთ ფინანსურ წარმატებაში, მოდით რამდენიმე გავრცელებული მითი გავარჩიოთ. მითი ნომერი 1. ფულს ფული უყვარს, დიდარი უნდა დაიბადო. რა თქმა უნდა, ამ მითში, ისევე როგორც ყველა სხვაში, არის სიმართლის ნაწილი. თუ მდიდარ ოჯახში დაიბადე, საწყისი სტარტი ბევრად მაღალი გაქვს. ბავშვობიდან აკვირდები ასეთ აზროვნებასა და ჩვევებს, რომელიც გეხმარება გააგრძელო ტრადიცია. მეტი ცდომა გაქვს უკეთეს განათლებაზე, სისტემებზე, კონტაქტებზე. მაგრამ თუ ამ ფრაზას ასე ჩამოვაყალიბებთ, ფული მხოლოდ ფულთან მიდის, მე აქ არაფერი შემიძლია. მივიღებთ ერთ მნიშვნელოვან შედეგს. თუ გჯერა, რომ სიმდიდრე სხვა ჯურის ადამიანებისთვისაა, ტვინი საერთოდ აღარ ეძებს გზებს, როგორ გამოიმუშავოს
გამომუშავო, დააგროვო და დაიცვა შენი ფული. წინასწარ ნებდები, არ სვამ კითხვებს, არ ეძებ უკეთეს სამუშაოს, არ ცდილობ ცოტ-ცოტა გადადო, არ სწავლობ როგორ გამოიყენო ბანკი, სესხი, დანაზოგი შენს სასარგებლოდ. კვლევები აჩვენებს, რომ როცა ადამიანი ფიქრობს, მე ამას ვერ შევცვლი, ფული ჩემთვის არ არის. უფრო იშვიათად ზოგავს, უფრო ხშირად იღებს მძიმე და ძვირ სესხებს და ვერ გეგმავს მომავალს. არა იმიტომ, რომ ზარმაცია, არამედ იმიტომ, რომ თავი უკვე წაგებულად მიაჩნია. ამავე დროს ისევ კვლევები გვაჩვენებს, რომ როგორც კი ადამიანს ოდნავ მაინც უჩნდება რწმენა, მე პატარა შეცვლაც კი შემიძლია, ცოტ-ცოტა მაინც გადავდებ. დროთა განმავლობაში მისი ფინანსური ქცევა იცვლება. იწყებს პატარა დანაზოგს, ნაკლებად შედის უარყოფით ვალებში და ნელ-ნელა უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებს. აქ კიდევ ერთი შუმი მტერი გვხდება, ან ყველაფერი, ან არაფერი ტიპის აზროვნება. როდესაც ფიქრობ, ან ძალიან მდიდარი გავხდე, ან სიღარიბეში დავრჩე, ვერ ხედავ იმ უამრავ შუალედურ საფეხურს, სადაც შეიძლება ყოფნა ბევრად უფრო სტაბილური და უსაფრთხო იყოს, ვიდრე დღეს არის. შეიძლება ვერ გავხდეთ მულტიმილიონერები, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ მეტად დაცულები, ნაკლებად დამოკიდებული სხვებზე, ვიცხოვროთ ბევრად უკეთესად ვიდრე გუში. აქედან ჩნდება უფრო ჯანსაღი აზრი. შეიძლება სიმდიდრემდე ნახტომი იშვიათია, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველასთვის შესაძლებელი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსწავლობთ, როგორ მუშაობს ფული, რა არის პროცენტი, რა განსხვავებაა აქტივსა და ვალდებულებას შორის. და ვიწყებთ პატარა, მაგრამ სისტემურ ნაბიჯებს. ანუ ფული ფულს იზიდავს, უფრო შედეგს გამოხატავს, ვიდრე მიზეზ შედეგობრივ კავშირს და კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა სასტარტო მდგომარეობიდან შეიძლება ფინანსური წარმატების მიღწევა თუ დავიჯერებთ, რომ ეს ყველასთვის შესაძლებელია. მაშინ, როცა გავთავისუფლდებით აზრისგან, რომ სიმდიდრე სხვებისთვისაა, შემდეგი უფრო ფარული მითი გველოდება. მითი ნომერი 2. ფული ეშმაკისაა. ფული აფუჭებს ადამიანებს. ამ მითშიც არის სიმართლის მარცვალი. ისტორია უხვად გვამარაგებს მაგალითებით, როცა ფულის გამო მოხდა სიბოროტე, უსამართლობა, ომები, ღალატი. მედია ხშირად გვაჩვენებს ხარბცივ, ამორალურ, მდიდარ ადამიანებს და ამიტომ ადვილად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დიდი ფული ბოროტების წყაროა. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაზე რომ შევხედოთ, თითქოს ცოტა სასაცილოთაც გვეჩვენება ფრაზა ფული ეშმაკისაა. ყველა მშვენივრად ვიცით, რომ ფული თითქმის ყველაფერში გვჭირდება. თუნდაც მინიმალური კომფორტისთვის, შვილების განათლებისთვის, ჯანმრთელობისთვის, ელემენტარული უსაფრთხოებისთვის. ჩვენს რეალობაში თითქმის ყველა ცხოვრებისეული გადაწყვეტილება რაღაც დოზით ფინანსური გადაწყვეტილებაც არის. სინამდვილეში ეს რწმენა წარმოდგენა, რომ ფული ეშმაკისაა, უფრო ხშირად ფარულად არის ჩვენში გამჯდარი. ისტორიულად და კულტურულად ჩვენში ღრმად არის გამჯდარი ერთი ნარატივი. ტანჯვა კეთილშობილურია, სიჭარბე საეჭვო. ზღაპრებში ღარიბი კეთილია, მდიდარი ავი და ხარბი. საზოგადოებაში მსხვერპლი პატივსაცემია, წარმატებული ხშირად საეჭვო. მაგრამ ამ კულტურულ ფონს მიღმაც არის პირადი, უფრო ფარული შიშები. ეს ფარული წარმოდგენა ასეც შეიძლება ჩანდეს. ვინმე გამდიდრდა და ჩვენში ეჭვი ირთვება. შეგვიძლია დავასახელოთ მდიდარი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად ვცემთ პატივს. გვიჭირს სამართლიანი ან უფრო მაღალი ანაზღაურების მოთხოვნა. სხვაზე მეც ვშოულობთ და უხერხულად გვგრძნობთ თავს. მგონია, რომ მხოლოდ მძიმე წვალებით მიღებული ფულია პატიოსანი. შემოსავალი იზრდება, მაგრამ დანაზოგი ვერ ჩერდება. ზედმეტად ბევრს ვაძლევთ სხვებს და საკუთარ თავს ბოლოს ვტოვებთ. გვაშინებს, რომ ფული შეგვცვლის, ან სხვების მიმართ უფრო მეტი ვალდებულება და პასუხისგებლობა გაგვიჩნდება. დანაშაულის გრძნობა გვიჩნდება, როცა საკუთარ თავზე ხარჯავთ. ფინანსურ თემებს ვერ იდებით, არ ვამოწმებთ ანგარიშებს, არ ვხსნით უხერხულ თემას ოჯახის წევრებთან. ამ ფონზე ფული ხდება არა უბრალოდ რესურსი, არამედ მორალური დაძაბულობის წყარო. თუ საკუთარ თავზე ვიზრუნებ ფინანსურად, თუ ეგოისტი ვიქნები, თუ ფინანსურად გავძლიერდები, თუ სხვები მეც მომთხოვენ და თუ უარი ვუთხარი დავკარგავ ურთიერთობებს. და ეს მორალური დაძაბულობა საკუთარი წარმატების საბოტაჟს იწვევს. სინამდვილეში ფული თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი. ის თავისთავად ნეიტრალური ინსტრუმენტია, გაცვლის, გაზომვის და დაგროვების საშუალება. სიმდიდრე კი შედეგია რესურსების, შესაძლებლობების არჩევანის და თავისუფლების დაგროვებით და მიღწევით. ანუ ფული და სიმდიდრე უბრალოდ ამძაფრებს იმას, რაც უკვე ვართ. და თუ შიგნით გვაქვს შიში, დანაშაულის გრძნობა ან დაუცველობა, ფული მათაც გაამძაფრებს. შესაძლოა ამიტომაც ვეძახით მას ეშმაკისას. არა იმიტომ, რომ ფული ბოროტია, არამედ იმიტომ, რომ გვაშინებს ძალა, რომელსაც მასთან ერთად მივიღებთ. ფინანსური სიმწიფე ნიშნავს არა მხოლოდ მეტის გამომუშავებას, არამედ შინაგან მზადყოფნას, გქონდეთ საზღვრები, დავძლიოთ დანაშაულის გრძნობა და შევძლოთ ფულის ფლობა ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკარგოთ. საბოლოოდ, კითხვა ასე ჟღერს: ფული არის ეშმაკის თუ უბრალოდ
მხოლოდ ძალაა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ საკმარისად ძლიერი მის სამართავად. როცა ვაცნობიერებთ, რომ ფული ნეიტრალურია და არა საფრთხე, ბუნებრივია ვიკითხოთ, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ ამ რესურსს. მითი ნომერი 3. მეტი ფული მექნება, უკეთესად ვიცხოვრებ, უფრო ბედნიერი ვიქნები. ამ მითშიც სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ შემოსავლის ზრდა საკმაოდ ძლიერად უკავშირდება ყოველდღიურ ემოციურ კეთილდღეობას, ამცირებს ყოველდღიურ სტრესს, ზრდის უსაფრთხოების განცდას, გვაძლევს მეტ თავისუფლებას და ავტონომიას. მაგრამ აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: უკეთესად ვიცხოვრებ. რას ნიშნავს უკეთესად ჩემთვის? უფრო ბედნიერი ვიქნები. რა არის ბედნიერება ჩემთვის? თუ ეს არ მაქვს გააზრებული, მაშინ როგორ მივხვდე, როდის არის საკმარისი? რიცხვითი სისტემა უსასრულოა და მაშინ სულ ფულის დევნაში ვიქნები. სულ მეგონება, რომ აი მეტი რომ ექნება, მაშინ ვიქნები ბედნიერი. ფულის ზრდის შესაძლებლობებს, მაგრამ არ ქმნის მიმართულებას. თუ არ ვიცით რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, მეტი ფული უბრალოდ აჩქარებს მოძრაობას. ეს გავს მანქანის მართვას დანიშნულების გარეშე. შეიძლება გზით ვისიამოვნოთ, შეიძლება საინტერესო ადგილებშიც მოვხვდეთ, მაგრამ თუ არ ვიცით სად მივდივართ, ერთ მომენტში შეიძლება აღმოვჩნდეთ საწვავის გარეშე და ვიკითხოთ, საერთოდ რატომ დავიწყე ეს გზა. სწორედ აქ იშლება ეს მითი. ფულს მართლაც შეუძლია შენი ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების აზრს. ფული გაძლევს არჩევანს, მაგრამ ვერ გეტყვის რა აირჩიო. ამიტომ არის ფული კარგი მსახური და ცუდი ბატონი. მსახური, როცა ვიცით რას ემსახურება. ბატონი, როცა თავად ხდება ჩვენი ცხოვრების საზომი. თუ არ გვაქვს სიცხადე, რა არის ჩვენი უკეთესი ცხოვრება, ფული შეიძლება იქცეს უსასრულო დევნად, სადაც ფინიშის ხაზი მუდმივად წინ იწევს. შემდეგ ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, როგორ გავარკვიოთ, რა არის ჩვენი უკეთესი ცხოვრება, რა გვაძლევს ნამდვილ აზრს და როგორ დავუკავშიროთ ფინანსური მიზნები ჩვენს ღირებულებებს და მისწრაფებებს.